როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ჩემსავით, ჩემ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა მირჩია, რომ ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოიმზადე თარიღებისთვისო. ახლა როცა მე მომართავენ დასახმარებლად, ზუსტად იგივეს ვეუბნები მეც ახალი წლისთვის, გარდაცვალების დღისთვის, მე ყველაზე მეტად დაბადების დღე მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი გავიდა. არ ვიცი ამ დროს არ მეტყველებ, არავისთან არ კონტაქტობ. სტრესისგან როგორი განცდა გაქვთ, იცი, თითქოს გცემეს. ხელები და ფეხები ატროფირებული გაქვს, სულ თავბრუ გეხვევა, გეჩვენება, რომ გამართულად ვერ მეტყველებ და გინდა ბნელ ოთახში ყოფნა და